გითხრათ რა სიტუაცია, რა განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება და ეხლა რა სელოდებით? ეხლა არაფერს არ ველოდებით. უბრალოდ წავიდნენ გუნდი თამაშზე და ჩვენი გადაწყვეტილება იყო 3 თვეა გვატყვილებენ, დაუკვირდნენ ხელფასები და ეს მე პირადად არ მაქვს ასაღები რა. ხელფასი ანუ რაღაც პრობლემები მქონდა და აღებული მქონდა, მაგრამ ბიჭები ახლა ჩვენ როგორც გადმოვედით, ერთად გადმოვიყვანეთ ეს ბიჭები, ამ ბიჭებმა უმაღლეს ლიგაში და მე რო ავიღო და ანუ ის დარჩეს მშიერი და იმას არ ჩაერიცხოს, მე ჩაგვირიცხან 500 ლარი, ანუ ვინც ვიყავით რა. და ისე ვიყავით შეთანხმებული რომ ყველას უნდა ჩარიცხოდა ეს თანაბრად, ანუ მე როგორც მეკუთვნოდა, ისე ეკუთვნოდა სხვებსაც რა. და ის არ მოხდა ეს სიტუაცია. რას გეუბნებიან? არაფერს, მეთქი იშოვეთ ფული, ანუ მოგვატყვილენ და ეხლა იზახიან რომ ანუ 500 ლარს რო დავარიგებთო რა. და აქამდე თუ კონდენ მეთქი რატომ მიიყვანეთ ამ ზომამდე მეთქი რა. ეხლა ჩვენ არ ვითვალისწინებთ თქვენას მეთქი რა და ბოლომდე გაგვისურვნე დავალიანებო და გავალ თამაშზე. აზე არ გიგასაუბარი რამდენზე? სულ რაღაც სულ მთლიან კლუბს, ანუ იმ ბიჭებს რო გაუსწრონ ყველაფრიან 8000 ლარზია ლაპარაკი, როცა 3 თვეა და მე-4 თვე დაიწყო, რა არ გაუსწრებია. თქვენ სახელება არის გიგა კვერენჭხილი. ფორვარდი ლანჩხუთის გორიას ყოფილი ეს. 1-2-3 აი რო გითხრა თქვენი გადაწყვეტილება რა განაპირობა? აი ჩვენი გადაწყვეტილება არის ერთსულოვნება, უდგევართ ბიჭებს გვერდზე გვითხრეს რომ ფული დაირიცხებოდა, არ დაირიცხა, ეს უკვე გრძელდება 3 თვეა, მე-4 თვე დაიწყო, თეთრი არ გვაქვს აღებული და ერთმანეთს უდგევართ, ყველა ფეხბურთელი, ყველა ჩვენი მეგობარია, ბიჭები წასულები არიან გუნდებში, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, აგერ ვდგევართ და არანაირი ყურადღება, არანაირი არაფერი, როცა ჩვენ 7 კაცი გავითვალისწინეთ ერთმანეთი, გუნდი გადმოვიყვანეთ, 12 წელი ლანჩხუთის გური არ ყოფილა უმაღლეს ლიგაში. და აგერ წამყვანი ფეხბურთელები ვინც ვართ, ყველა ვართ გარეთ. ისა აი რას აპირებს შემდეგ? არაფერს, ჩვენ ველოდებით ერთწლიან დისკვალიფიკაციას. მეც არაფერს. ჩებით, უგუნდოთ, ხელფასოთ, უარაფერს. გიორგი ზაზამია, ლანჩხუთის გულის მეკარე. ადო არც მეორე ხელში ვიცი მე როგორც მითხრენ გუშინ შენ მითხარეთო ბოდის შენობით გელაპარაკები აღარ მახსოვს გიგამ 10-მდე რაღაცას ველოდებით კი არა ეგრე იყო ნათქვამი ჩვენ წინა დღეში შევხვდით გამგებელს და შეთანხმება მოხდა ესეთი რომ ან თლიანად ჩაირიცხებოდა ის ფული ან მივდივართ ანუ გუნდი არ იქნებოდა რა ჩვენ მივდივართ ახლა ვის მოიყვანდნენ ეგ რამე არ აქვს მნიშვნელობა უკვე და გამოვედით და რეცხავენ ეგრევე 500 ლარს ანუ იმიტომ გააკეთეს ეს რომ ბიჭებში მოხდარიყო აი განხეთქილება იმიტომ რომ ჩვენ ხელს არ მოგვიდევდით 500 ლარს ანუ ყველას არ მიუღია ეს თან ყველას არ მიუღია მით უმეტეს წასულებს არ მიუღია ვინც წასულები არიან ბიჭები და ახლა აქედან გამომდინარე მეც იმათ ადგილზე ვიფიქრებ რომ ჩვენ გამოგვივიდა ესე რომ ჩვენ ავიღეთ და ისინი ესე იგი რაღაცა ისე გამოდის რა ხო ისინი არ იღებენ ამ ფულს და ჩვენ ავიღეთ და ეხა აქედან გამომდინარე მოხდა ეს განხეთქილება იმიტომ რომ უნდათ ბიჭებთან რაღაცა კონფლიქტი მომხდარიყო რაღაცა მომხდარიყო გაუგებრობა და ერთი არის სიმართლე რომ რაც ფული გვერგება რაღაცა არის სულ ელემენტარული თანხა რა და სასაცილოა რომ არ მინდა მთელმა საქართველომ გაიგო მართლა და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რომ აქამდე მიიყვანო ეს მდგომარეობა თამაშამდე უნდა მოეტანათ ეს ფული დღეს ხვალ სამშაბათ პარასკევს არ შეიძლება ეს ბოლო ხელფასი თუ რაღაც ავიღეთ 7 მაისს ავიღეთ გვეკუთვნის 1 თვის განა რაღაცა გვეკუთვნის მაგრამ 4 თვეა იმენა რა უნდა ვილაპარაკო იმ ადამიანს მე როგორ უნდა დავიჯერო ჯერ მე იმ ადამიანს ვინც პირდებოდა თუ რა შვებოდა ვაპირებთ იმას რომ არც არავის არ გვეშინია არც დისკვალიფიკაციის მაგაზეც ვიბრძოლებთ ეგრეც არ მოხდება რომ მარტო ჩვენ გამოვიდეთ დამნაშავეები და ნახოთ როგორ მოხდება მაგრამ იმედია ხალხი გემუქრება არა ჩვენ კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული მოვაწერეთ კონტრაქტი იქიდან გამომდინარე კიდე დათმობაზე წავედით კიდე რა მაგ კონტრაქტი ხო იმიტომ რომ გუნდს არ დაუშვებდნენო ფული იქნებაო მეორე დღეს იქნებაო ფულიო
გარანტია მოგცა და მეორე დღე გათენდა და როგორც შენ არაფერი არ აგიღია, ისე არ ამიღია მე მეორე დღეს არა. ვინ დარჩა გუნდში 14 ფეხბურთელი წახვედით უკვე. ხო, არ ვიცი, ვინც დარჩა, რა უნდა ვთქვა ახლა, არავის არ მინდა მე ახლა სხვა სხვისი ელაპარაკო. დარჩა ვინმე? არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მაინტერესებს უკვე უბრალოდ ფეხებზე დაგვიკიდეს და ძალიან რთულია. იქ რაღაცეებს მე იქ ინტერნეტში რაღაცეებს წერს ფეხბურთელებზე, ეს უკვე არის აი ვინც იცის გაიგებს რა და ვინც გვიცნობს ჩვენ ფეხბურთელებს, აი ამ გუნდში ვინც არის და რატომაც გავაკეთეთ, ხალხი მიხვდება რა არის სიმართლე, ვინ ლაპარაკობს, ვინ იტყუება და ვინ შეიძლება რა აქვს გუნდში იმასაც მიხვდეს რა. დიდი მადლობა კობა შალამბერდზე. ამპლუით კობა თქვენ ნახევარმცველი და ძაძამია მეკარე ხო? მეკარე ძაძა. ფეხბურთელები არის მე მარტო ვარ თქვენი სახელი და გვარი როგორ ალექსანდრე შენგელი თქვენ ამპლუით ალექსანდრე როგორ გითხრათ აი თქვენ რითქმას აპირებს ჯერ ის ვითხარი ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ეხლა ლანჩხუთის გურია ამდენ ხანი არ ყოფილა უმაღლეს ლიგაში და თავიდანვე ესეთი პრობლემები რო შეიქმნა გუნდში ძალიან სამწუხაროა ის სამწუხაროა ისიც რომ ანუ ჩვენამდე წავიდნენ რამოდენიმე ფეხბურთელი გაუშვეს უბრალოდ 7 ფეხბურთელი და ამ ფეხბურთელებზე მენთეშაშვილი ეს ამხელა ფეხბურთელები იყვნენ და ამაზე იძახიან რომ სინჯებზე ყვავდნენ რა სინჯებზე იყვნენ ძალიან სამწუხაროა გაუშვეს ესე და ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ ყველაფერი გავაკეთეთ დათმობებზე წავედით რომ გუნდი არ დაშლილიყო არც დაიშლება მაგრამ ჩვენ ყოფილიყავით გუნდში და ბოლომდე გვერდში მდგარიყავით მაგრამ ნუ ყველაფერს დასასრული აქვს რა ძალიან ბევრი ვითვლით მეტი აღარ შეიძლება დიდი მადლობა ალექსანდრე შენგელია ამპლუით ნახევარმცველი ლანჩხუთის გურიას ყოფილი ფეხბურთელი ადამიანი გადასახი იმას ვერდი რა უმაღლესი მithumetes ცოტა მზად უნდა იყოს საუმაღლესო შემზადება ეგ არის ეს ისეთი რაღაცა არის რომ მე ჩემი საქმე გავიკეთო გამოვიყენო ეს ფეხბურთელები ხალხი გამოვიყენო და მე ესე როგორ შეიძლება გაფილეში რა მისაშვილი აუმაღლესი პირველი თამაში არის და 7 ფეხბურთელი ვაფშე სოფიო ფუტბოლში არ მოხდა გადამიღე აღარ ვიცი ნოტო აი აუ რაღაც რომ საათი 6 საათი ალო